სალამი მეგობრებო, მე თაიფუნი ვარ. მეგობრებო, ყველას ახალ დღეში გულითადი სალამი, ატივისცემა და სიყვარული. დღეს იმ დღის ვიდეოს გადასაგებად წავალთ, რომელიც თქვენ გაინტერესებდათ. იცით, დღეში მგლების, ტურისა და ტახების კვალს ვიყვებოდით და საკმაოდ ბევრი კვალი ვიპოვეთ. მგლების მიერ დაგლეჯილი ლეშები, მათი ნაკვალევი, განავალი, დანგრეული ადგილები, ბევრ კვალს გადავაწყდით. ბოლოს ფოტოხაფანგი დავაყენეთ და მგლებისთვის მახე დავაგეთ. ეხლა უკვე რამდენიმე დღეა ვაკვირდები. შევხვდები თუ არა რაიმე კვალს, ვიპოვით თუ არა რამეს. ამისთვის მართლა რამდენიმე დღეა ვიბრძვით. კარგი, ჰექტორ ბაბა, დამშვიდდი. ბოლოს და ბოლოს ჩვენს კამერებზე კადრი დავაფიქსირეთ, გუშინ დავაფიქსირეთ, ნახეთ, ეს ჯერ კიდევ არ თავშულვარ სანახავად. გუშინ კი არც ფოტოხაფანგით, არამედ თავად მანქანით წავედი იქ, ტელეფონით დავაფიქსირე კადრი, ცოტა ხანში გაჩვენებთ, იქ მგელი დავაფიქსირე. ნახოთ, ჩვენს ფოტოხაფანგზე ახალი კადრები დაემატა თუ არა, დღეს ამას ვნახავთ და გამოჩნდება თუ არა. მაგრამ ცოტა ხნის წინ კარგი წვიმა მოვიდა, ოდნავ ნისლიანი ამინდი იყო. იცით, ასეთი ცხოველები, ველური ცხოველები ასეთ ამინდებს ძალიან უყვართ, ამიტომ დიდი შანსია რომ შეგხვდნენ. ამიტომ გრეს, ძალიან ნანატრ შვილს, იტალიის ლომს, იტალიის ულახს, ჩემს გიგანტ ვაშს, ულაკივით ვაშს, ჰექტორ ბაბას ტყეში წავიყვან. ჰექტორ ბაბა ამის შემდეგ გლის მონადირეა, დათვის მონადირეა, ლომის მონადირეა, ჩემს ვაშს წინ, თუ მგელი კი არა, თუნდაც მურა დათვი შეხვდეს, მის თავდაჯერებაში ეჭვი არ მეპარება, რაც საჭიროა გააკეთებს. ეხლა ჰექტორ ბაბანელა წავიყვანოთ. 100-ია შენს წაგიყვანო, ნახე რა 100-ია მყავს. ჰექტორი და 100-ია იქ რო წავიყვანო, არც მგელი დარჩება, არც ტურა, არც ლომი. ჩემი ლომები არიან. მაშალა თქვენ, ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან მეგობრებო. თქვენთვის აი ესეთ რისკიან ვიდეოს ვიგებ, ღმერთო ჰექტორ, თიც მიმტეხავდი. შვილო, ნელა, პაშა. თქვენთვის ასეთ რისკიან ვიდეოებს ვირებ, თქვენს ლუ გამიტეხავთ გულს, თხოვთ, რთული არაფერია. ხარდასაჭერად ამ ვიდეოს მოიწონეთ, დაალაიქეთ, კომენტარი დაწერეთ და გამოიწერეთ არხი, ძალიან გამიხარდება მეგობრებო. ნელა შვილო, ნელა. დღეს გარეთ ჩვენი მამრი ძაღლი არ არის. ალექს დამშვიდი. დედე და პუსატი ჩავკეტე. ბოლოს გუშინ ჰექტორის გაყვანა გვინდოდა გარეთ. ვერ მოხერხდა. თქვი დღეს მაინც ჰექტორი წავიყვანო. პირდაპირ ტყეში წავიყვანოთ მეგობრებო. ჰექტორ ბაბაც ისე ქაჩავს. კარგი, ახალგაზრდებო. დამშვიდით. ჰექტორი რო დაინახეს, სხვა ძაღლებმა გაგიჟდნენ ძმაო. მოდი პაშა. მართლა ძალიან მაინტერესებს, დღეს ახალი კადრები გადავიგეთ თუ არა, ჩვენი ხორცების მდგომარეობა როგორაა, ჭამეს თუ არა. იმედია კარკვას გადავაცლი ძმაო. გადაიღეს ლომი, ქვეყანამ ლომი ნახოს. მაშალა ჩემ შვილს, იტალიელი ულაკია, ნამდვილი იტალიელი, ჩემი ლომი. ეხლა ჰექტორს მანქანაში ვსვამ, ტყეში იქიდან გავაგზელებთ, სადაც გავჩერდით მეგობრებო. ეხლა ტყეში მოვედით, ჰექტორ ბაბაც წამოვიყვანე, იზაბელიც მანქანაშია, ვიფიქრე, ისიც ხო არ გამომეშვა მეთქი. შეიძლება იჩხუბონ, არავინ იცის. აი ცოტა გარე მოაჩვენე. ეხლა ცივია, გრილი ჰაერია, ატმოსფერო შესანიშნავია. ნელ-ნელა ეხლა ტერიტორიას დავიწყებთ შესწავლას. ეხლა კიდე კარგ რაიონს შევხედოთ, არის თუ არა აქ ცხრის წყემსი. იმიტომ რომ ჰექტორ ბაბას გაშვება პრობლემური იქნება. ამიტომ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ გარემოს. კიდევ ერთხელ გთხოვთ, ვიდეოს ერთი ამოსუნთქვით უყურეთ. არ გამოგეპაროთ არაფერი. თუ მე რამეს ვერ შევამჩნევ და თქვენ შეამჩნევთ, კომენტარებში დაწერეთ, რომ მინიმუმ ჩვენი ნაბიჯი ამის მიხედვით გადავდგა. ის ვინ არის? მოდი შვილო. ფრთხილად შვილო. გამარჯობა ძმაო, გისმენ? მართლა? ადლობა, მოდი, კარგად ვარ, შენ როგორ ხარ? არაფერს გააკეთებს, ხო? არა, მოდი. შეგიძლია მოეფერო, მოდი. მოიცადე, ჰექტორ, მოდი. მადლობა ძმაო, ჩვენს. ბოლოს ხო რაღაც გააკეთე. ხო, ეხლა ხო იცი. ბოლოს ტყეში ფოტოხაფანგი დავაყენეთ, ძიება გრძელდება. რამდენიმე დღის წინ ფოტოხაფანგის გარდა, როცა კამერით აქედან გავდიოდი, ერთი კადრი გადავიღე. ნახე. ბუჩქების უკან დაიმალა, მანქანა გამორთე ერთი. ზუსტად აქ დადიოდა. ჩვენსაც იქ მოპირდაპირე ძმაო, ფერმა გქონდა. საკონლის ფერმა. დიახ.
ამის შემდეგ კამერებიდან ვნახეთ, ძაღლი სუსტი იყო. მერე კამერებიდან კარგად უყურეთ, ვაკვირდებოდით. კარგი. ამის შემდეგ ერთი მგელი მოდის, აღჭობს მას და მერე წაიყვანს. ალლა, სად არის ზუსტად თქვენი ადგილი? აი იქ პირდაპირ ძმაო. აქვე ახლოსაა. და მგელი არის თქვენს მხარეში. მართლა ძმაო, კამერებიდან ასე გამოჩნდა, ღმერთო, მარტო მოსულა. ან 3-5 კიდევ არის, მართლა ეხლა ხო იცი, ეს გლები წინ ერთს უშვებენ სუსტს. 3 იყო მგონი კი. მიბმული იყო ძაღლი, ჯაჭვზე ყავდათ. თანაც ცოტა ლეკვი იყო. შეჭამეს ძაღლი, მერე ვერ იპოვეთ. ვერ ვიპოვეთ. როგორ უნდა გვეპოვა? მართლა ძალიან წუხარ ძმაო. მადლობ ძმაო. ბაშასე, გლის საქმე აქ ირკვევა, ასეა. მართლა დიდი ალბათობით ძმაო. მაშინ ცოტა ფრთხილად უნდა მიუდგეთ. ზუსტად. შენი მართლა მე უკვე ძაღლები ჩავკეტე, ან გალიაში არიან ახლა. მიფიქრე რა იცი რა ხდება. თქვენთან იქ ბარი არის თუ ტყე? მაგრამ ჩვენი ფერმის იქით ბარია. კარგი. გვერდებზე ტყეა, ხო, იქაც ტყეა. ზუსტად. მაშინ თქვენს მხარეში სახდებია, ხო? ზუსტად ძმაო. მაშინ მართლა მეგობრებო, ნახეთ, ამ ძმამ აქ ერთი შემთხვევა გადაიტანა. მაშინ მართლა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ ეს გლის საქმე ხუმრობა არ არის. არ არის ძმაო, მართლა. ესენი ძაღლს კი არა, ჩვენც შევჭამენ, მართლა შევჭამე ძმაო, ხო? იმიტომ რომ ეხლა მგლები ხროვებად დადიან. მიხდით რა, საშიში და პრობლემური ადგილია აქ სადაც მოვედით. ინშალა, შეხვდება თუ არა, ვერაფერს ვიტყვი. ფიცა, ინშალა, ასე შეხვდება ძმაო. არ შეხვდება, ხო? ინშალა, ასე შეხვდება. იმიტომ რომ ჰექტორი მარტო არის. დღეს ცოტა მომზადებული მოვედი, цагვიც დავიცვათ და ჩვენ თავიც დავიცვათ. დღეს ამინდი ცოტა მოგრუბლულია, ხედავ, ზუსტად ისეთი ამინდია, რაც იმ ცხოველებს უყვართ ძმაო, ხო მიხდი? ზუსტად ძმაო. ამიტომაც ღმერთმა ხელი მოგვიმართოს. ეხლა მეგობრებო, ჩემი ძმა მოისმინეთ. ამის შემდეგ უფრო ფრთხილად მოვიქცევით. ეხლა ნელ-ნელა ისევ დავიწყოთ თხის შემოწმება. ფოტოხაბაგმა რა კადრები გადაიღო, რა დააფიქსირა, მეც მაინტერესებს. მოდით ნახოთ. ძმაო, მადლობას გიხდი შენს გაფრთხილებისთვის. ეხლა ნებართვას გხოვ, ნელ-ნელა ტყეში შევალ. კარგი, ღმერთმა დაგიფაროს, თავს მიხედე. მადლობა. ოდესმე მოდი ფერმაში, ოდესმე ჩაის დავლიოთ. გელოდები, კარგი? კარგი ძმაო. კარგად იყავი, ნახვამდის. ნახვამდის ძმაო. იცადე, არა. დაჩერდი ბიჭო, მოიცადე. ეხლა მეგობრებო, ჰექტორს უნდა გამეშვა, მაგრამ ერთი ტრაქტორი გავიდა, ტრაქტორს დაესხა თავს. ამიტომ ახლა აქ არ გაუშვებ მას. მოდი ცოტა თხის შიგნით წავიდეთ, კარგი? ნელ-ნელა დავიწყოთ დათვალიერება. თქვი ძაღლის ხმა ისმის მეთქი. იზაბელი ყოფილა. სულ შემაშინა ამ ცელქმა. ეხლა ჰექტორი თუ წინ, ძაღლი, კატა, ტურა, მელა, ან მგელი შეხვდება. არ დაინდოს. მის ხასიათს ხომ იცით? ძალიან მკაცრი ძაღლია. ნელ-ნელა გაუშვა ეხლა. ნახე, რაღაცის დაყნოსვა უნდა. მოიცადე ჰექტორ. გაუშვა ძმაო. ჩვენი საქმე წარმატებული იყოს. მოდი პირველ რიგში მას გავყვეთ მინდა. პირველად ჰექტორის მიერ დაყნოსილ კვალს გავყვებით. ნახე, ცხვირი დახარა. სხვათა შორის, ჩემი კამერით გადაღებული ტურა ამ მხარეს წავიდა. ნახე, იმ მიმართულებით მიდის, სადაც ის იყო. მოდი შვილო, მოდი. ჰექტორ მამა, მოდი. ჰექტორ, მოდი. ძმაო, იზაბელი სულს ხო არ იგზნობს და იქით მიდის. მოიცადე, ცოტა ტყეში გავაგრძელოთ. იმედი მაქვს უკან გამოყვება. ძმაო, ჰექტორმა თავის გზას დაადგა, ხო? ჰექტორ, მოდი. ჰექტორ, მოდი. ეხლა რადგან წვიმს, მიწაზე ფეხის ნაკვალევი ძალიან კაფიოდ ჩანს. კარგი? ამიტომ ნაკვალევის პოვნის შანსი ევრად უფრო მაღალია. გარემოს კარგად დავაკვირდებით. ჰექტორის ჩვენთან ერთად არ ყოფნა ცუდია, ჰექტორი ჩვენთან ერთად უნდა ყოფილიყო, ძმაო. დაიცადე. სად არის ის? უნდა წავიყვანოთ ის. ჰექტორ, მოდი. ჰექტორი ნადირად გვაქცევს, ეს გიჟია, ეს ბავშვი სად წავიდა? ჰექტორ, მოდი შვილო. ეტავ რამე ხო არ იპოვა? მის კვალს ხო არ გაჰყვა? მანქანასთანაც არ არის. ღმერთო ჩემო, ჰექტორ. ხმაც არის მიშვილო, ეს სად წავიდა? ნეტავ რამე ხო არ იპოვა? შეხედე. აუ, ქვემოთაა. ჰექტორ, მოდი შვილო. ძმაო, ჰექტორი თავის გზაზე მიდის, ნეტავ არ გაგვეშვა. მისი გაშვება ძალიან დიდ რისკში ჩაგვაგდო. ჰექტორ, მოდი.
მეგობრებო, 15 წუთია ჰექტორს ვეძებ. იმ დღის მეორე ბოლოში წავედი, როგორ დავიგალე და დავიოფლე ვერ აგიხსნით. საშილად ნოტიოა ჰავა, რადგან წვიმა მოვიდა. ჰექტორ ბაბას ხვებთან შედარებით სრულიად განსხვავებულია, ისე იცოდეთ. მოდი ძმაო, ასე წავიდეთ. სუნი იპოვა, თავის სულ მიწაზე აქვს. ნადირობის ზაღლივით სულ მის კვალს მიხვება, იცოდეთ. ხო გაიგე? ჰექტორს ძალიან დიდი შანსი აქვს, რომ რამე იპოვოს, იმიტომ რომ თავის სულ მიწაზე აქვს. საერთოდ საერთოდ არცევს, სულ სიგებს. მაგრამ აი ერთი რამეა, რისიც მეშინია. შორი და ძაღლების ხმა ისმის. ძაღლების ხროვის ხმა. ნახე, ჰექტორი, ნახე, სუნი აიღო და მიდის ძმა. თუ ძაღლების ხროვაში შევა, მათთან ჩხუბობს, ეგ საქმე პრობლემას შეგვიქმნის. ანუ ძაღლის სულს იღებს. ხო, ველური ცხოველისას თუ არა, ეგ არ ვიცი ხა. ნახე, ბილიკებზე შეგვიყვანა. ეს ბილიკები, რასაც ხედავთ, ველური ცხოველები იყენებენ, მათი მუდმივი გასასვლელი გზებია. ჰექტორიც ბილიკებზე თავი დაუხრია და ასე აგზელებს. აქედან სულს იღებს. ამიტომ ძალიან მაღალია იმის შანსი, რომ რაღაცას გამოგვიჩენს და დაიჭერს. ძალიან მაღალია, ძმაო. ჰექტორ, შენს გამო დამავიცნა სად დავდე ფოტოხაფანგი. მოდით აქ მეგობრებო, ის რა არის იქ, ა? ალლა. ეს რა არის? აქ რკინის თასი დევს, აი ხის ქვეშ ესეთი თასი დევს, როგორც ხედავთ, ნეტავ რატომ არის ესენი აქ? აქ ადრე რომ მოვედით, მაგ ადგილს გავს? გავს ძმაო, გახსოვს 100-ია რო შევიდა ბუჩქებში, ნახე? ჰექტორი სულ იქით იყურება. ჰექტორ, მოდი ჩემო ბატონო, ჩემი ლომი ჰექტორ, ძალიან მაგარია მეგობრებო. მაშალა, მოიცადე. ძალიან მაგრად ყავს მიყვება, ამაში დაწმუნებული ვარ. ხამის ჯგუფში ჩვენაც არ უნდა იყოს. ჰექტორი უნდა ჩავხდოთ. აკლა მე სწრაფად გადავიდე მეორე მხარეს. ეხლა ფოტოხაფანგის მიმართულებით მოვედით მეგობრებო. მოდით გავაგზელოთ და ვნახოთ რა მოხდა, რა ამბავია, უნდა გავიგოთ. ჰექტორ ბაბას ამ ეტაპზე არ გაუშვებ. საჯვარედინზე ვართ, აქ ცოტა კიდე დავიხიოთ, მე და გავუშვებ ძმაო. მოდი ჰექტორ. მედის თავისი და პრობლემას მიქმნის. მაგალითად, თუ ველური ცხოველის თავდასხმის საფრთხის წინაშე დავდგებით. თუ ჰექტორი წინ წავა, პრობლემები შეგვექმნება, გაიგეთ? ეს საქმე დიდ პრობლემას შეგვიქმნის. ეხა გაჩერდი შვილო, გაჩერდი ერთ. ლომო, გაჩერდი. ძმაო, ჰექტორ ბაბას რაკნოსვის ინსტინქტი აქვს ასეთი. მაშალა ჩემშვის. ეხლა მოდით მეგობრებო, ჩვენი მუყაო აქ არის, სადაც საჭმელი დავტოვეთ. აჰა. ფიცა ღმერთს, ერთი ძვალიც არ დარჩენილა ძმაო, შეხედე. ეხლა ყველაფერი სუფთაა, რაც დაუდეთ, ყველაფერი შეჭამეს. ყველაფერი შეჭამეს ძმაო, შეხედე. ერთი ძვალიც არ დარჩენილა. აქ დაახლოებით 15 კილოგრამამდე ქათამი დავდე, იცით? ეხლა არც ერთი აღარ არის. ყველაფერი შეჭამეს. ესეც დაახლოებით დღეს ფოტოხაფანგი რო დავტოვეთ, მესამე ან მეოთხე დღეა ზუსტად არ მახსოვს. ეხლა მესამე ან მეოთხე დღე უნდა იყოს ძმაო. ეხლა ჰექტორ ბაბა გაგიშვებ. ამერის ჩანაწერები მაინტერესებს მეგობრებო. ჰექტორი იაროს, იქნებ რამე იპოვოს. მოდით ვნახოთ რა დავიჭირე ძმაო, მართლა ძალიან მაინტერესებს. პირველ რიგში ეს აქედან ამოვიღო, მაგრამ ეს ხაფანგი რაც გავაკეთეთ, მართლა კარგი გამოვიდა. მე გითხარით რომ ისინი ლეში ჭამიები არიან, ახალ ხორცს არ ჭამენ. ნახეთ ის ქათამი აქ აყროლდა და როცა აყროლდა, ნახეთ როგორ მოვიდნენ. ხედავთ? ცხოველები ელოდნენ, რომ აყროლებულიყო, ლეში უნდა ყოფილიყო, რომ მათ მადა გასჩენოდათ. ეხლა ვნახოთ, მოდით. რა კადრები გვაქვს? ეხლა აი ეს. აჰა, ნახე, ხამით ფოტო გადაუღია ძმაო. რა მოხდა? ხამით რაღაც დააფიქსირა, მაგრამ ეხლა ვერაფერი ტერი დავინახე. დამაცადე, ნახო.
აჰა, ნახე, ფოტოაც გადაუგია. ხედავ რა არის ეს? მგელია, ხმელს გეფიცები. მგელი დაუფიქსირებია ძმაო. ღამე კი არა, დილით 7:36 წუთზე მოსულა. დილით 7:36-ზე. კიდევ ერთი კადრი გვაქვს. 23:21-ზე. სულ 89 კადრი გვაქვს. მეგობრებო, აქ რამე ჩანს? ალბათ აქვე ირგვლივ დადის, ჩემი აზრით, მანქანის ხმას აღიქვამს. აჰა, ნახე, იქ ოდნავ ჩანს, ნახე, ღმერთს გეფიცები, მგელია, ნახე, ხედავთ? ღმერთს გეფიცებით, მგელია. ნახეთ როგორ მოხდა, მეგობრებო. ეხლა იქ დარჩენით ძულებს ჩამს. საათი არის 23:14, ღამის 11:15 წუთზე ფოტოხაფანგში მოხდა. მგელია, ძმაო, მგელს გავს, არა? თურა ხო არ არის? არა. მგელია, კუდი ძალიან სქელია, გრძელი არ არის, ცხოველი დიდი და მსხვილია. ეს მგელია, ძმაო, ღმერთს გეფიცებით, მგელია. უფრო კაფიო გამოსახულება გაქვს. ოთხმოცი, აი ზუსტად აქ შუაში რო არის. ეს იგივე ცხოველია. ვერც ვიტყვი რომ მელიას კუდი გრძელი აქვს და პატარაა. თუ ვიტყვი რომ ტურაო, ტურას პატარაა. ეს მაშალა ძალიან დიდი ცხოველია. მგელია ეს ძმაო. ხედავ თავს, ყურებს, ფიზიკას, აი სიგანეს და ასე შემდეგ. მგელია. იქ დავტოვეთ ხორცი და იმას ჭამს. ესეც 22 საათი და 44 წუთზეა, ნახე, აი თავი 100-ია. მგელია ეს ძმაო. 100% მგელია. მაგრამ აქ ეხლა ხორცი არ არის, ნეტავ ეს ხორცი ადრე ხوار შეჭამა, ჩვენი ხორცი სად წავიდა? 1 წუთი. აჰა, ნახე, აქაც არის მისი გამოსახულება. ეს რა არის? ამ ღამით არ ჩანს, მაგრამ იქვე უულია. ნახე, აქ ზუსტად შუაშია, მაგრამ ხორცს ეხლა ვერ ვხედავ. ნახე, კუც ხედავ ძმაო. კუდის სისქეს უყურე. ეს ნამდვილი სტეპის მგელია. ნახე, კუდი გრძელია. ნახე, იქ წავიდა, თავის გზას დაადგა. სხვა გამოსახულება. ზუსტად აქ შუაშია დაფიქსირებული, ეს რა არის? ვინ არის ეს? ეს რა ჯანდაბა? ფოტო ყოფილა 1 წუთით. ძაღლია ეს. მოდი ნახოთ, კაფიო გამოსახულება თუ აქვს. ეს თეთრი ცხოველი რა არის? აჰა, ძაღლია. ერთი კანგალი მოსულა. ერთი თეთრი ძაღლი მოსულა. ნახე სულა, ნახე. რას დავტოვეთ? ერთი კანგალი ძაღლი მოსულა და უჭამია, მეგობრებო. ხედავთ? აი ერთი კანგალი. აჰა, სულად კამერაში ესენი მოხდნენ უკვე. აქ კიდევ თეთრი ძაღლია, ესეც პატარა პიტბულს გავს თუ რაღაცას გავს, ვერ გავიგე. ესენი რას აკეთებენ დღეში, ა? აჰა, ნახე, ესენი სულ მოსულა. მაშინ მთელი ხორცი, ეს კანგალი და ეს პატარა ძაღლი შეუჭამია ძმაო, ნახე. აკაურები რატო არ ჩანს, სულ შავია. 6:19, 6:12. მაგალითად, ესეც ალბათ ის საათებია, როცა მგელი მოსულა, ფოტოხაფანგს ღამის ხედვა არ ჩაურტავს, მეგობრებო. ღამით, აი აქაც ერთი ძაღლი მოსულა, მოდი ესეც სხვა ძაღლია. ნახე, აქაც სხვა ძაღლი მოსულა. სხვა ძაღლი მოსულა. მგელი მოსულა, მერე კი. ის მოსული შავების ვერ დავინახეთ. ფოტოხაფანგმა იქ ღამის ხედვა არ ჩართო, რატომ ვერ გავიგე ძმაო? ეხლა ჩვენს კადრებში, ბოლოს და ბოლოს მგელი დავიჭირეთ ძმაო. ფიცით გეუბნები, ძალიან ბედნიერი ვარ. რამდენი დღეა, ხო იცი? ძალიან მინდოდა. ამ საქმეს ახლა ხან დავიწყეთ. ნაფეხურების როგორ გაახვევი, ველური ცხოველი როგორ იჭირება და ასე შემდეგ. ღმერთის წყალობით რაც მინდოდა, მოკლე დროში მივიღე. ეხლა პირველ რიგში მაინტერესებდა აქ რომელი ცხოველი იყო. იმ კადრებში ნაჩვენები ცხოველი ზუსტად ის იყო. ამჟამად ეკრანი ძალიან პატარაა, ვერ ვხედავ. კომპიუტერიდან უნდა გადავამოწმო. ან მგელია, ან ტურა, ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ მგელი მგონია. ტურა უფრო პატარაა, მეგობრებო. ის პატარაა. ეს დიდი და ფართოტანის ცხოველია, ანუ მგელი მგონია. ხელოვნურ ინტელექტსაც ვკითხავ. რა თქმა უნდა, კომპიუტერით რო ვნახოთ, უკეთ გავიგებთ ამ კადრებს, მართლა ძალიან ბედნიერი ვარ. როგორც თქვი, ბოლოს ის მივირეთ, რაც ვინდოდოდა. პირველ რიგში გავარკვიეთ, რომელი ცხოველი იყო.
აქ ძმაო გამოდის რომ როგორც ძაღლები მოდიან, ასევე მგელი მოდის და ასევე ტურა მოდის. გაიყვე ძმაო. ჰექტორ ბაბა გამოვარდა. ჰექტორ, მოდი შვილო. შვილო, ესენი სვავები არიან. ნეტავი კაცი არამე ლეში. ჰექტორ, მოდი ჩემო ლომო. მოდი ჩემო პაშა. ჰექტორი აქა, ასე რომ უსაფრთხოდ ვართ მეგობრებო, პრობლემა არ არის. ეხლა გავიგეთ რომელი ცხოველია. მეგობრებო, ჩვენი შემდეგი სერია თუ ღმერთი ინებებს, აქ ღამით იქნება, ღამით მოვალთ, მაგრამ სანამ ღამე დადგება, კიდევ ერთი ლეში უნდა დავტოვოთ. ლეშს დავდებთ რომ ცხოველები მოვიზიდოთ. ხო გესმის? მერე ღამით მოვალთ და ვეცდებით დავიჭიროთ. თუ ღმერთი ინებებს, რა მოხდება, რა იქნება, მაშინ ძალიან მაინტერესებს. რა თქმა უნდა, ეს ცხოველები აქ ჯოგად დადიან. ერთი წინ იყო მოსული, სხვები არ იყვნენ. მაგალითად, ვერ გავიგე რატო, ჩვეულებრივ, სხვებიც უნდა ყოფილიყვნენ. ან იქნებ სხვადასხვა დროს დაფიქსირდნენ. კადრები ახლა ყველა მკაფიო არ არის. ეს ფოტოხაფანგი ძალიან პატარა აჩვენებს, ცოტა რამ ჩანს. ხო გესმით, ბოლომდე ნათელი არ არის, მაგრამ ეხლა ღამისთვის ნელ-ნელა უნდა მოვემზადოთ. ღამე ხო გაიგეთ, რას გავაკეთოთ, რას მოვიმოქმედოთ. ეხლა კარგად დავფიქრდები, ძლიერი ძაღლები მოვიყვანოთ. ეხლა ფოტოხაფანგის ადგილს შევცვლით, მერე კი ახალ ადგილს გავაკეთებ. კიდევ ტყის შიგნით და უფრო ხშირ ადგილებში უნდა ვიპოვო და გავაკეთო ადგილი. ჰექტორ ბაბა, მოდი აქეთ გადმოვიდე, ჩვილო. იქ უნდა გავაკეთოთ, რომ ცხოველები პირდაპირ ვიპოვო. თორე თუ ღამით პირდაპირ ტყეში გაუშვებ ძაღლებს, დაჭერა ძალიან რთული იქნება. განსაკუთრებით ეხლა მის მოსვლის საათებს დავაკვირდები. კომპიუტერიდან ვნახავ, რომელი საათებში უფრო ხშირად მოდის, ეს გავიგოთ, გაიგეთ? რომელი საათებში უნდა მოვიდეთ, კარგად გადავწყვიტოთ. ხო ნახეთ, ეს მგელი ძირითადად ღამით და დილით 5-6 საათზე მოსულა, მეგობრებო, სულ ამ საათებს ამჯობინებდა. ანუ მოიცადე, ჰექტორ ბაბა ისევ თავის გზაზე მიდის. ჰექტორ, ნახე, ეს ბავშვი ისევ პრობლემას შეგვიქმნის. მოდი დავიჭილოთ. ისევ გაიქცა. ჰექტორ, მოდი. ჰექტორ, მოდი შვილო. მილო, მოდი აქ. პრობლემას შეგვიქმნი, მოდი აქ. ნუ გამაგიჟე, პაშა. მართლა გაიქცა ჰექტორი, რა დაინახა იმან? რას დაინახა? მოდი შვილო. არაფერი არ არის. თუ რამე გამოჩნდება, ეგრევე დაესხმება. ჰექტორის მოყვანამ ძალიან გამიჭირდა. არც კი მისმენ ძმაო. ჰექტორ, მოდი. ჰექტორ. ახლოს დასახლებული პუნქტია, შეიძლება წავიდეს და ძაღლებს გადაეყაროს. მერე პრობლემები შეგვექმნება ძმაო. ეხლა მეგობრებო, რაც გინდოდა მივიქეთ? ნელ-ნელა მე ფერმისკენ გადავდივარ. აქ ქონდა ხორცი, რომელიც დავტოვე და ლეშად ვაქციე, მათთვის ადგილს მოვაწყო და იქ დავალაგებ. შემდეგ ისევ დავაყენეთ ჩვენს ფოტოხაფანგს, ორგრეში საერთოდ აღარ მოვალთ, დაველოდებით. ამის შემდეგ თუ ღმერთი ინებებს, ვიდეოებს გადავხედავთ და დილით თუ საღამოს ისევ დავბრუნდებით. თუ თქვენს გაქვთ რაიმე რჩევა, კომენტარებში დაწერეთ, ყველა კომენტარს ვკითხულობ, ყველაფერს ყურადღებას ვაქცევ და გავითვალისწინებ. ამ მშვენიერი დღის პატივსაცემად თქვენი მხარდაჭერა არ დაიშუროთ. დაალაიქეთ ვიდეო მეგობრებო, ძალიან მიყვარხართ, კარგად იყავი, არ დაგავიწყდეთ გამოწერა.